ჩავიცოთ პლაშები და პალტოები რაც არის და ველაპარაკოთ ჩვენ ადამიანებს. ვახაროთ რომ ისინი თავისუფლებიან გადასახადებისგან. გიგი უგულავამ დაიწყო სიარული მეტროთი სამსახურში და თლიანად ამას მიესალმება. მეტროთი ავტობუსით. პრემიერ-მინისტრი ყოველთვის იღებს ტელეფონს, ვინც არ უნდა დაურეკოს, ჩვეულებრივ მოქალაქე და სხვა. დღეს როგორც არასდროს ყოფილა არის ძლიერი საქართველო. მარტო იმდენი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, რომ თელღვინოს ჩვენ თვითონ დავლეთ ამ ტურისტებთან ერთად. კახეთში შევიდა ძალიან დიდი რაოდენობის ფული. 100 მილიონი ლარი. გაუყიდავი ყურძენი თველის შედეგად აღარ დარჩა. კახეთში შევიდა ძალიან ბევრი ფული ჩვეულებრივი ადამიანების ოჯახებში. საქართველოს აქვს ის რაც არ აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას რეგიონში. არაკორუმპირებული, გამჭვირვალე, მოქნილი გარემო. საქართველოში არის ისეთივე მარტივი შენებლობის დაწყება, როგორც ჰონკონგში, რომელიც შედის ლიბერალური ეკონომიკების პირველ ხუთეულში. წელიწადში შენდება უფრო მეტი გზა, ვიდრე როდესმე რომელიმე პერიოდში, მას შორის საბჭოთა ეგრეთ წოდებული აღშენებლობის პერიოდში აშენებულა როდესმე ჩვენ ქვეყანაში. ყველგან ირჩევენ მერებს და გამგებლებს ჩვენი ჩარევის გარეშე. 700,000-ზე მეტი მშობელი მივიდა ერთჩვენიერ კვირას ყოველგვარი ზედმეტი რეკლამირების გარეშე და თვითონ აირჩია თავის შვილების სასკოლო საბჭოები. წელს ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 6 მილიარდ დოლარზე მეტი, შეიძლება კიდევ უფრო მეტი. შეიძლება 7 მილიარდ დოლარზე მეტი. ხოლო თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2000 დოლარამდე გაიზრდება. თავი რაღაცა აღმოფხვრით. საბჭოთა ტრადიცია რომ ყველა ჩვენება მოიპოვებოდა ცემით, იარაღის ან ნარკოტიკების ჩაგდებით. თავარი ცვლილება არის ის, რომ საქართველოს პირველად ყავს პოლიცია, რომელიც რეალურად დგას ხალხის სამსახურში. რატო მომიკალე ჩვენი რატო? ყველა გამეცით პასუხი. ნულოვანი ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. არანაირი პირობით საჯელი, ყველა ციხეში. გამაგარი პრეზიდენტი ყავთ, ყველა ვიცნობთ, ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ეს არის ჩვენი მთავარი წარმატების წყარო, ხო და მეგობრებო. დიდი მადლობა მინდა მოგიხსნათ ასეთი დიდი წარმატებებისთვის. კახეთში შევიდა ძალიან დიდი რაოდენობის ფული. 100 მილიონი ლარი. გაუყიდავი ყურძენი თველის შედეგად აღარ დარჩა. კახეთში შევიდა ძალიან ბევრი ფული ჩვეულებრივი ადამიანების ოჯახებში. იტყუება